Kalbetonebo და ბატონებო, ყველას მოგესალმებით. დღეს ნამდვილად ძალიან საზეიმო დღეა თითოეული ჩვენგანისათვის საზეიმო დღეა საქართველოს პარლამენტის შენობაში. Დღევანდელი დღე არის გაგრძელება იმ ზეიმისა, რომელიც ეძღვნება მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლის თავს. Თავად მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რომ მხოლოდ ანალიზი ვაკეთოთ წარსულის, არამედ ის, რომ ვიფიქროთ თუ რა იქნება მომავალში და გადავდგათ პასუხისმგებლობით ახსავსე ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ყარად იდგეს ფეხზე. Ის მართლაც სანუკვარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა, რა თქმა უნდა, რთული შესანარჩუნებელი და რთული გასამტკიცებელია. Ამიტომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. Იმისათვის, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ, ერის და ბერის ერთიანობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ მისი უწმინდესობის ესეთი აქტიური მხარდაჭერა გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის გაერთიანების, ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობებისათვის ბრძოლის საქმეში. ნორმალური და წარმატებული ქვეყნის აშენებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში მართლაც დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება არსებობდეს. Ამაში კი პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება შედგებოდეს გათვითცნობიერებული, მაღალი კულტურის მქონე ადამიანებით, იმ ადამიანებით, რომელსაც აქვთ რწმენა, იმ ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ უნდა იცხოვრონ, რა არის სწორი ცხოვრება, რას ნიშნავს ქვეყნისა და მამულისათვის, საკუთარი სამშობლოსათვის და რწმენისათვის თავდადება. Აქ ეკლესიას ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული როლი აქვს. Ის, რომ სახელმწიფო და ეკლესია ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურად თანამშრომლობს, ეს ამ ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. Რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის როლი აბსოლუტურად გადამწყვეტია. Ჩვენ ეკლესიასთან ერთად სახელმწიფომ შევქმნით და ჩვენი ნება გამოვხატეთ მაშინ, როდესაც დავდეთ საკონსტიტუციო შეთანხმება, რომლის ამოქმედება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ. მე დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ხელისუფლების სახელით ვუთხრა მის უწმინდესობას და ვაუწყო საზოგადოებას, ვფიქრობ პრემიერ-მინისტრიც აგზანდება, ბატონო ლადო ცოტა წინ გამოგზავნით. Რომ ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ეს საეკლესიო შეთანხმება ამოქმედდეს. Ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდით იმ ნუსხაზე, რაც აუცილებელი იყო შესრულებული იყო, რათა საეკლესიო შეთანხმების ამოქმედება მაქსიმალურად დასრულებულიყო. Ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჯერ ეს დასრულებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენ ნამდვილად უკვე გავიარეთ. მთავრობამ საგანგებოდ იმსჯელა მას შემდეგ თქვენ უწმინდესობავ, რაც თქვენთან შედგა ჩემი და ბატონი ლადო გურგენიძის შეხვედრა, თუმცა ეს საქმიანობა ბევრად უფრო ადრე იყო დაწყებული, თქვენ ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ და ეხლა ნაწილი გადაწყვეტილებებისა უკვე მიღებულია და მე შემიძლია თქვენ გადმოგცეთ ნუსხა იმ ფონებისა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, ეს რა თქმა უნდა არის საპატრიარქოს შენობა, რომელიც მართლაც უხერხულიც კი იყო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საბოლოოდ არ იყო გაფორმებული, თუმცა ბუნებრივია კითხვის ნიშანი არავის არც კი უჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, უბრალოდ მე მგონი ჩვენ არც ვიცოდით, რომ ეს საკითხი ბოლომდე არ იყო გადაწყვეტილი. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი იღებს ერთობლივად პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები, რომელიც უნდა გამოყოფილი იქნას საპატრიარქოსათვის 2008 წელს იქნება გაორმაგებული და ნაცვლად 4 მილიონისა ეს იქნება 9 მილიონ ნახევარი ლარი. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ამ ნუსხაზე მუშაობას და ბატონი ლადო თქვენ მთავრობის სახელით წარმოგიდგენთ დანარჩენ ნაწილს იმ ნუსხისა, რომელზეც საბოლოოდ დოკუმენტაცია გაფორმებული იქნება და საბოლოოდ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი იქნება. ბუნებრივია ჩვენ სხვა მიმართულებითაც გავაგრძელებთ მუშაობას. მე ძალიან მოხარული ვარ და მადლობელი ვარ მიხეილ სააკაშვილის, რომ თავის დროზე მან თავისი პრეზიდენტობის დროს მე მომანდო პატივი ყოფილიყავი პატრიარქის საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე, ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია
და მინდა ყველას გითხრათ, რომ ნაწილი ღონისძიებებისა უკვე ჩატარებულია, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ბევრ ღონისძიებას, რომლითაც იმედი მაქვს, რომ ღირსეულად აღვნიშნავთ მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებს. ასევე მინდა კეთილი სიტყვები ვთქვა მთავრობის ახალი ხელმძღვანელის მისამართით, რომელმაც ძალიან ოპერატიულად მიიღო ზომები, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ყოფილიყო დღეისათვის უკვე ნაწილობრივ მაინც განხორციელებული. და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებულად საამაყოა ყველა ჩვენგანისათვის, ვინც აქ დღეს ვიმყოფებით, თქვენ ეხლა თქვენო უწმინდესობავ აკურთხეთ სამლოცველო, რომელსაც მიეცით ხარების სამლოცველოს სახელი, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მართლაც ამ დღით განახლება დაიწყება ჩვენი საქმიანობის და მართლაც იქნება ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ ხელისუფლებას თქვენთან ერთად შეგვეძლება, რომ ჩვენ ხალხს ვახაროთ. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იდეა სამლოცველოს ან ტაძრის აშენებისა ეკუთვნოდა ჯერ კიდევ 95 წელს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ჟვანიას. მაშინ არ მოხერხდა ამ იდეის განხორციელება, მაგრამ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდით იმისათვის, რომ ეს სამლოცველო საქართველოს პარლამენტში გახსნილიყო. დღეს აქ არიან ძალიან ბევრი ადამიანები, წინამოწვევის დეპუტატები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ სამლოცველოს აშენებაში, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან მე მინდა ეს ყველა მიცოდეს. ამ სამლოცველოს შექმნისათვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. მე მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ მიხეილ მაჭავარიანს იმ ძალიან აქტიური მუშაობისათვის, რომელიც მან ჩვენს მეგობრებთან ერთად გასწია ამ ეკლესიის ამ სამლოცველოს განახლებისათვის და მინდა ყველა თქვენგანს ვუსურვო წარმატებული შობა ახალი წელი, ყველა თქვენგანს ვუსურვო, რომ მართლაც მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა ძალიან დიდხანს არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ყველა თქვენგანს მინდა ვუსურვო, რომ ვიცხოვროთ ერთიან, გაერთიანებულ, გამთლიანებულ, დემოკრატიულ და რწმენით და სიკეთით ახსავსე საქართველოში. დიდი მადლობა ყველა სტუმარს, რომელმაც დააფასა მისი უწმინდესობა. დიდი მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ, ირანელ, სომეხ სტუმრებს, რომლებიც აქ ჩამოგზავნდნენ, თითოეულ თქვენგანს პატივცემულო ელჩებო, პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო საზოგადოებო და კიდევ ერთხელ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ყველას ძალიან დიდ მადლობას გითხრით. მადლობა. პირველ რიგში თქვენ უწმინდესობო, რომ თქვენ არსებობთ და თქვენ ყავთ მთელ საქართველოს. მადლობა.